გოგონა, რომელიც ენრიკე იგლესიასმა სცენაზე აიყვანა 19 წლის თამარ სიჭინავაა. სენაკერის სტუდენტი ამჟამად თბილისში ცხოვრობს და სამედიცინო უნივერსიტეტში ფარმაცევტიკას სწავლობს. კურიერთან ინტერვიუში თამარ სიჭინავა ყვება, რომ სცენასთან ახლოს ადგილი სპეციალურად დაიკავა, რომ მომღერალი უკეთ დაენახა, იმას კი რაც მომდევნო დროში მოხდა, არანაირად არ მოელოდა. სცენაზე რო ავედი, თვალებში რო შევხედე და მეც რო შევხედა, მეთქი მართლა ესე ხდება, თქო მართლა რეალობა არის, თქო და სახეზე ხელი მოვსვი, ხუტებოდი, ვეფერებოდი, გაგიჟდა, თვალად ეს რა მოსიყვარულე და ეს როგორი ადამიანი არის და ანუ მეც ჩამეხუტა, ძალიან ჩამეხუტა. აი ძალიან ემოციებს ავყევი. მე ამდენ ხალხში და მე გამიმართლა თქო და ისე მიხავდა, ისე ძალიან ყველა დავიმიწყამის, აი მეგონა რომ მარტო მე და ის ვიყავით. ენრიკე იგლესიასმა ბათუმი დღის 3 საათისთვის დატოვა. მომღერალი აეროპორტიდან თავისი ტურნესთვის გამოყოფილი თვითმფრინავით გაფრინდა. რამდენიმე დღეში პოპუარსპლავს კონცერტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში აქვს. დღესდილიდან კი ბათუმის ევროპის მოედანზე სცენის დემონტაჟი დაიწყო. MTV-ის ჯგუფის სამუშაოების შესრულებაში ქართველი სპეციალისტებიც ეხმარებიან. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა, პროდაქშენიც შესანიშნავი იყო და არც რაიმე პრობლემას ჰქონია ადგილი. ვფიქრობ, ეს დღე ჩემთვის წარმატებული გამოდგა. შესანიშნავი ქალაქია ბათუმი და მოხარული ვარ, რომ აქ მოვხდი. ძალიან დიდი სიამოვნება მიიღო აქ თვითონ მაყურებელმაც, ჩამოსული იყო ისეთ მომღერალი, რომელიც იყო მსოფლიო ვარსკვლავი. ის სიამოვნება თვითონ კონცერტითაც. ეხლა დღევანდელ დღეს ტარდება ინსტრუქციის დაშლა, სადაც დასაქმებულია დაახლოებით 50-ზე მეტი ადამიანი.